რას აპირებს ოცნება იმედის ბანკის დაარსების დაანონსებით დაწყებული დილა პაპუაშვილმა ბრიტანეთის ელჩზე თავდასხმით გააგრძელა და დიპლომატს დასანქცირების საქმის შეკერვის ბრალდება წაუყენა. შუადღისას ოცნება კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად პოლიტსაბჭოს ფორმატში შეიკრიბა. შეხვედრა საზოგადოებაში გამოჩენის 4 თვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილიც დაესწრო. პოლიტსაბჭოდან გამოსულმა კობახიძემ ამერიკას მიმართა და ტრამპის ადმინისტრაციას სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენას თხოვა. მისი თქმით ივანიშვილისთვის ამერიკული სანქციების მოხსნა ამ ეტაპზე არა რელევანტურია. კობახიძემ დიალოგის განახლება ევროკავშირსაც შესთავაზა, თუმცა დღეს მას არ გაუწია პასუხი კითხვაზე, როგორ აპირებს დაეხმაროს ოცნება სანქციებიდან გვერდის ავლაში იმედსა და პოზიტივის. სანქცირებული რუსული ავიაკომპანია ნოვოსიბირსკი ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ბილეთები ოფიციალურად გაყიდვაშია. პირველი რეისი 25 მაისს შედგება და რეგულარული ფრენები ზაფხულის სეზონზე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი იქნება. სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის ეკონომიკური აღორძინების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას. დემნა გვასალიას პირველი ოფიციალური ჩვენება გუჩისთვის. ქართველმა დიზაინერმა ლეგენდარული იტალიური ბრენდისთვის შექმნილი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა. შოუს დონატელა ვერსაჩე, დემი მური, პერის ჰილტონი და სხვა ვარსკვლავები ესწრებოდნენ.